ბრძოლამდე დარჩენილია სულ რაღაც 10 დღე. მე და ზომბი ერთად ვარიჩობთ, გარდაბანში ვართ, ჩემთან არის ჩამოსული სტუმრად და შეძლებს დაგვარად მაქსიმალურად საუკეთესო ფორმაში შევახვედრებთ ჩვენ თავს, ჩვენ მეტოქეებს. ხო, ფაქტობრივად არ დამისვენია, მარტში ვიჩხუბე და აპრილში ვჩხუბობ შემდეგ ბრძოლას. ეს განაპირობა იმან, რომ წონას აღარ ვიკლებთ და საწვალებელი აღარ მაქვს, თუ ტრამას არა ვიკიდებ, შემიძლია მაისი და ივნისის მივამატო და ვიჩხუბო, არ არის პრობლემა. როგორც მოგეხსენებათ ჩემთვის უკვე 23 ჩხუბია გამასნიგზე. ძალიან მიჩვეული ვარ ყველაფერს მზადების პროცესსაც, წონის კლებასაც ძალიან მიჩვეული ვარ. წონა ბევრი არ მაქვს საკლები რა, სულ რაღაც 4-5 კილო მაქვს საკლები, აქ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. როგორც წესი ხოლმე ბრძოლები რომ აქ ჰაკასთან ჩამოვდივარ გარდაბანში და კემპს ერთად გავდივართ. ძალიან სასიამოვნოა ეგ კემპის პროცესიც. ერთად ძალიან კარგად ვარჯიშობთ და ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ჰაკასთან ერთად როდესაც ვარჯიშობ რა. და ერთმანეთსაც ვეხმარებით როგორც შეგვიძლია ვარჯიშის დროსაც და ისედაც რაღაცა გამოცდილებას უზიარებთ ასე რომ ვთქვათ. ნუ მოკლედ ყველაფერი იდეალურად იქნება, 23 ჯერ გავისწრინებ გამასტინგზე და იქნებ აუცილებლად გამარჯვებული დაბრუნდები ჩემს სტილშია. ცოტა რთულია ერთად მომზადება, იმიტომ რომ მაშინ როცა ზომბის ტრენერი ვიყავი, ცნელი ვიყავი, მეტ ყურადღებას ვაქცევდი, წამითაც არ ტოვებდი ყურადღებას, ეხლა მე თვითონაც ვარჯიშობ და ცოტა რთულია რა თქმა უნდა ყურადღების მიქცევა მასზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ ერთმანეთს ვავარჯიშებთ და გამოგდის რაღაცა რა, წყვილებში მუშაობთ, თათებს უკავებთ ერთმანეთს და უწყობთ რა, უწყობთ, კარგად უწყობთ ერთმანეთს. ეხლა მომზადები დავითიანში შოვნიასთან. ეს ჩემი მომზადების ყველაზე ხარჯგლივი პროცესია, რადგან აქამდე ესე სერიოზულად არ ვუყურებდი ამ ყოველივეს და არ ვიკიდებოდი. აქ გავდივარ იმ ყველაფერს, რაც უნდა აქამდე უნდა გამეკეთებინა და ეხლა ყველაფერთვის მზად ვარ და არც ვაპირებ რომ ეს ყოველივე შევწყვეტო და დისციპლინაში მინდა რომ ეს ყველაფერი დავსახო და დისციპლინად გავხადო. ასე რომ რასაც აქ ვაკეთებ, ეგ ყველაფერი გამოჩნდება 25-ის და 25-ის მერე რა თქმა უნდა რაც დრო გავა, მით უფრო კარგ ფორმაში ვიქნები მე. ამ დარბაზში არაერთი კარგი სპორტსმენია, რომელიც შრომის მოყვარია და თავს აკლავს თავის საქმეს. მალანია, კიდე ბიჭები, ყველა შრომის მოყვარე ბიჭები არიან. და მეც ამათთან ერთად ვიზიარებ თუნდაც სპარინგს და თუნდაც ამ ყოველივე ვარჯიშს. ასე რომ სადაც აქ ვემზადები, იქ კოტესთან უფრო მარტივად გავივლი ყოველივე იმ 3 რაუნდს თუ 5-ს. ახლა ვიყოფებით Power Max-ში, დიდუბეში, ერისთავში ნომერში. ვემზადები უშუალოდ ბრძოლისთვის. ბრძოლამდე არის ზუსტად 2 კვირა დარჩენილი. განწყობა მაქვს უმაღლესი, იმიტომ რომ ჩემი გუნდი მეხმარება და მამზადებს ყველაფერთვის ტექნიკურ და ტაქტიკურ მხარეს უფრო ჩემი მწვრთნელი კრივში აჩელ ჯეირანაშვილი მამზადებს, ხოლო ფიზ მომზადება და უშუალოდ კვებაში გიორგი მაჭავარიანი. და აქედანვე მინდა რომ მადლობა გადაუხადო ორივეს ამ შრომისთვის. თითქმის არა, 99% დარწმუნებული ვარ, რომ ეს კამარი უნდა წამოვიღო, იმიტომ რომ ეს მარტო ჩემზე კი არა, ჩემი მთელ გუნდზე არის დამოკიდებული, ჩემს გულშემატკივრებზე, რომელსაც აქვს იმის იმედი, რომ მე აუცილებლად წამოვიღებ კამარს და ამისთვის ვიტყვიან დებ მთლიან სულს და გულს აი აქ და ვიხარჯები 100%-ით ბოლო. ამ ივენთზე მეინ ივენთი ჩემი არის და მეინ ივენთი ზომბისი, ანუ ჩემ წინ უწევს ზომბის ბრძოლა და ზომბის მერე მოვდივარ მე გადაბმით რა. კუთხეში რა თქმა უნდა გავყევი, მესმის რომ არ არის რეკომენდირებული შენ ბრძოლამდე სვის ბრძოლებს უყურო, საერთოდ უნდა მოშორდე რინგს და კარგი იქნება თვალებს ახუჭავ და დაიძინებ შენ ბრძოლამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე მოუწია და არ ამგონია რამე დიდი პრობლემა შემექნას მაგას რა. დარწმუნებული ვარ რომ ზომბი არ მანერვიულებს, კუთხიდან ბევრს არ მაყვირებს, ჩუმად ვიდგები და დავტკბები სიამონებით რა, როგორ გააკეთებს თავის საქმეს. ნუ ყველანაირად შევეცდები, რომ სამ თავისი ბრძოლა სამ ბრძოლაზე ავა, კაი ხასიათზე გავუშვა ბრძოლაზე რა და ყველანაირად შევეცდები მაგას რა, 100% ჩემ 100% ჩავრთავ და
მაქსიმალურად კაი განწყობაზე შევუშავ თავის ბრძოლაზე. აუცილებლად ორივე გამარჯვებული ჩამოვარდა ეჭვის არ მეპარება მაგაში. ზოგადად ასე როგორც ასეთი როგორც წვნელი ოფიციალურად არ მყავს. მაგრამ მეხმარებიან, იქ ჩემი ბიძაშვილი მეხმარება, ძმაკაცი მეხმარება, უჩა, იქ სხვა ბიჭები მეხმარებიან, სხვა ტრენერები მეხმარებიან და ყველა რაღაცა ცოტ-ცოტას თავისას მაძლევს, მე ამას ერთად ვკრიბავ და რაღაცა გამოდის მე მგონი რა, რაც ხალხს მოწონს, რინგზე რაც ხდება. ამჯერად კუთხეში უჩა მეყენება მაისურაძე. ჩემთან არაერთხელ არის კუთხეში ნადგომი ეგ ბიჭი. ბავშვობიდან ვისწავთ ერთმანეთს, ამ რინგზეც ნაჩხობარი ვართ ბავშვობაში მე და უჩა. ხო და დიდხნიანი მეგობრობა ძმაკაცობა გვაკავშირებს და მესმის მაგის ლაპარაკი რინგზე, მაგის ხმასაც სხვა ხმებისგან და მჯერა რა, რასაც პარნახობს. მე ის მედგება, უჩა მედგება კუთხეში. ჩემი ჩხუბის მერე ეგრევე აკას ჩხუბი უნდა დაიწყოს, საჩემპიონო ბრძოლა უწევს. როგორც კი ჩამოვარდა იგი და რაც არ უნდა მდგომარეობაში ვიყო და უდგები და უგულშემატკივრები როგორც შემეძლება ხმის ჩაწყვეტამდე. არა, ვიცი რომ ბევრს აკას ამოყვირებს რა, ვიცი რომ წამოიედოს მაგ ბრძოლას. ანუ 100% ვარ დარწმუნებული. როგორც ჩემი გამარჯვებაში ვარ დარწმუნებული, ისე ვარ ჩემი წვრთნელის და ძმაკაცის გამარჯვებაში დარწმუნებული. შეიძლება ვინმე ხედავდა შევხედოს და გაუკვირდეს რა ბრძოლის წინ. ეგეთ მდგომარეობაში რატო აქ ხედავი, მაგრამ ყოველი ჩემი ვარჯიშის მერე გავს მდგომარეობაში მაქვს ხედები, რადგან ხედათმანებით არ ვარჯიშობ. ყოველთვის შიშველი ბუშტებით ვარჯიშობ და ასე ვთქვათ, ბერნაკლისთვის არის შექმნილი ეგ ბუშტები და არა კრივისთვის ან MMA-ისთვის. ეგ არის შიშველი ხედებით, საჩხუბარი ბუშტები რა. მოგახსენებათ შიშველი ხელებით ჩხუბობ და ასე ვაპირებ გაგრძელებასაც. ამიტომაც კონკრეტულად როცა თამარაძე მუშაობ მუდამ შიშველი ხელებით. ხოლმე როცა ბიჭები ერთმანეთს სპარინგებით და პარაშუტს გავართ, მაშინ მხოლოდ ხელთათმანები. ლაპარაკობთ მაქსიმალურად ვცდილობ რომ კენტოსებით ვიყო მინიმუმ და არა დიდი ხელთათმანებით კრივის. ასე რომ ძულებით წყარდება და მეტად ვეჩვევი ამ ყოველივეს. ბამ 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 ბამ. კიდევ მნიშვნელოვანი რაღაც მინდა გითხრათ. როცა აქ მოვედი, მე არ ვიყავი ერთადერთი გამას მებრძოლი. აქ მე დამხვდა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პიროვნება და ხალხისთვის ცნობადი. მოდი ახლა განახეთ ვაფშე მაგ ბიჭს, სად არის, როგორ არის, აბა რა შვება. აი ვარჯიშობს. გასაპირებ რომ მოწონაში აპირებ დაბრუნებას. ერთი კითხვის ნიშანი არის 56-ში საბუკაშვილმა დატოვა ორგანიზაცია, მაგრამ მინდა მაგ ბიჭთან ჩხუბი რევანშის აღება. ანუ ვაპირებ რომ უფლება არ მისცე რომ წავიდე ეს. არა, გადაგეთ არ არის ახლა. მე მინდა ვთხოვო რომ დაბრუნდეს ერთი ჩხუბისთვის, იმიტომ რომ მაგ ჩხუბზე ერთი დიდი კითხვის ნიშანი დარჩა რა ახლა. პუბლიკამ არის. თუმცა ამ შემთხვევაში მარტო შენ დაგჭირ. მე და თაბუკამ ვიცით. თამაც იგივე აზრია ესე იგი. როგორც მე ასევე კრივში იყო აკა, ნუ ახლა ზუსტად არ ვიცი არის თუ არა, მაგრამ ძალიან საინტერესოა ის ფაქტი ჩემთვის, რომ ამდენი წელი ერთად ვასპარეზობდით ერთ რინგზე ასე ვთქვათ და ანუ ჯერ არასდროს არ გადავკვეთილვართ ერთმანეთთან ისე რომ გაგვეზიარებინოს რინგი. თუმცა აი ამდენი წლის მერე როგორც ჩანს გამას რინგზე მოხდა და მოგვეცა იმის შანსი, რომ ორივემ ვიბრძოლოთ კამარზე. აკა ძალიან კაი მებრძოლია. მაგის ბრძოლები ყველა ნანახი მაქვს თითქმის კრივში. ძალიან აგრესიული მებრძოლია, რაც თავარია. მისი ასე ვთქვათ ეს პლუსია. პირველ ნომრად უყვარს მუშაობა. ყველაფერი განხილული მაქვს. ანუ ანალოგიურად არის გამაშიც რა, როგორც უშუალოდ იყო კრივში, ანუ იგივენაირად აკაც ესე და ძალიან სიამოვნებდა ყოველთვის აკას ბრძოლების ყურება რა. და ჩემთვის ერთ-ერთი ანუ მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ახლა კამარზე აკასთან მიწევს ბრძოლა რა. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით სვანურ სოფელ ლემშვენიერაში, ქალაქ გარდაბანში. შემთხვევითი არ არის ის, რომ ეს სოფელი არის საზღვრისპირა სოფელი, აქედან ეგრევე აზერბაიჯანი იწყება. სოფელ ლემშვენიერაში შეგიძლიათ ნახოთ სვანური კოშკი, უდაბნოში ამოსული სვანური კოშკი რა. ამ სვანურ კოშკში სალოცავიც არის, წირვების ტარდება, ხალხი მოსალოცადაც ამოდის.
და უბრალოდ დასათვალიერებლად რა ძალიან ისეთი გარემოა თქვენ ხედავთ სიმშვიდე, სიწყნარე. ერთი მინუსი ის არის რომ გიურზა ალბათ ყველას გაიგონიათ ეგეთი გველი სახეობა აი ამ თიდან გავრცელდა გიურზა საქართველოში. გიურზა ენდემური ცხოველი არ არის, ის ჩამოყვანილია საბჭოთა კავშირის დროს და პირველი ლაბორატორია ანტიგიურზინის დასამზადებლად აი ამ მთაზე იყო და აქედან გამრავლდა გიურზა საქართველოში. აი ეს არის ეგრეთ წოდებული ჯანდარის ტბა. ნახევარი ჩვენია ქართველების და აი მის იქით უკვე ფერმები რო ჩანს აზერბაიჯანი იწყება რა. მამაჩემს და ბიძაჩემს ეს ტბა გადაცურული და გადმოცურული აქვთ. აფხაზეთში გაზრდილები არიან, იხვები გრძობენ თავს წყალში. კიდე ერთი რაღაცის დამატება მინდა ჩვენ გვარებსაც შეეხება. ჭკადუას და კაკრიაშვილიც არის სუფთასონური გვარი, არავინ არ თქვას რომ მეგრელებიც არიან, აფხაზებიც არიან, მაგრამ სვანების ბევრი ვარ ჭკადუები და კაკრიაშვილებიც არიან, ბევრი არიან და ასე რომ აი ხანდახან სრული მიჩნდება რომ აი შენ სვანისა და ის საიდან ხარ? გვარის გამო რომ მევდებიან. აი ვის მაგას მეტყვით? შეიძლება ერთხელ გაგიტაროთ, მაგრამ მეორეჯერ უკვე შეიძლება აი ხელი საუწიო მაგის გამო. ჩემი ცხოვრება იყოფა ორად, არის სპორტი, სამსახურები და არის, ოჯახი, ჩემი შვილი. რაც თავარია, ეს არის ჩემი мотиваცია ყველაფრის ამ ჩემი მიზნების და კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის, ეს მაძლევს мотиваციას. ბევრჯერ ყოფილა ესეთი ფაქტიც, რომ გამოსულად ქალაქში ერთად და შეგვხედრია უცნობ მიცნეს გამადან უბრალოდ კარგი გულშემატკივრობა და გულთბილი სალამი მითხრეს და მას შემდეგ ამასაც მოსდოვია ჭხუბი, რადგან მე ძალიან კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ეს უშუალოდ პროფესიონალურ კრივში ან საბრძოლო რომელიმე ხელოვნებაში ჩაებას, მაგრამ თუ თვითონ მოინდომეს, საბოლოო ჯამში მე რას გავხდები. მაგრამ მე არ მინდა. სხვათა შორის პირველად იქნება ჩემთან, დარბაზიდან პირდაპირ გულშემატკივარი მეყოლება ელისაბედი და ეს ჩემთვის კიდევ აღნიშნავ, რომ ეს იქნება ორმაგი мотиваცია და ვეცდები რომ ნაკლებიზიანი მივიღო და შეიძლება იმაზეც ვიფიქრო, რომ უფრო ადრეც დავასრულო შეხვედრა. შევხედავთ როგორ მიგულშემატკივრებ. შენ როგორ მიგულშემატკივრებ ელისაბედი? არიცი როგორ უნდა მიგულშემატკივრო? კაი. აი ეს დავოს კარტა ორგლაკანა, მანქანები თამაშობ ხოლმე, ხან ამას ხან იმას ხან ტენის, რადგან ბევრი ვარჯიში დამღლელია. როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. და ამიტომაც ეს ყოველივე მაძლევს შესაძლებლობას იმისთვის, რომ მეორე დღეს მეტად ვარჯიშზე კონცენტრირებული. ხოლო იმისთვის, რომ ესეთი მანქანა ყავდეს რეალურ ცხოვრებაში, არის სასარგებლო და კარგი ბრძოლების ჩატარება სამოგებო. ხოლო ახლაც ვაპირებ ყველაზე ძვლის გამოგა ხელი და რაც შეიძლება მალე შევიძინოთ თუნდაც ჩემი დიდი სულის მანქანა და ჩემი პატარა მანქანა ყავდეს და არ დავდიოდე თუნდაც ეს ყველაფერი რეალობად